ჯეოსელის მფლობელი კომპანია თელიასონერა საქართველოდან გადის, დროთა განმავლობაში კი ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს სრულად დატოვებს. სამომავლო სტრატეგია ვრცლად განმარტა თბილისში ვიზიტად მყოფმა თელიასონერას ევრაზიის პრეზიდენტმა. ერიკ ჰალბერგის განმარტებით მათთვის საქართველოში მუშაობა კომფორტული იყო და ქვეყნის დატოვება არ უკავშირდება რაიმე სახის შიდა ფაქტორებს. გადაწყვეტილება კი ჯეოსელის ოპერირებაზე გავლენას არ იქონიებს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება ჯეოსელის მფლობელი. გავრცელებული ინფორმაციით საკონტროლო პაკეტის შეძენით თურქსელია დაინტერესებული. თავის მხრივ თურქსელის ერთ-ერთი მეწილე თელიასონერაც არის. ამ ინფორმაციის დადასტურებაზე ერიკ ჰალბერგმა დღეს თავი შეიკავა. ჯეოსელი არ ტოვებს საქართველოს, თელიასონერას გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას კომპანიის საქმიანობაზე. საქართველოში ძალიან კარგი ბიზნეს კლიმატია და ჩვენ მუშაობის პროცესში ნამდვილად არ შეგვქმნია რაიმე სახის დაბრკოლება. ჩვენი გადაწყვეტილება თელიასონერას ახალ ბიზნეს სტრატეგიას უკავშირდება. ჯეოსელიდან ჩვენი გასვლა ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება.